გამარჯობა. დღეს ესეთი დღე გვაქვს. გარეთ გასვლის დღე. ანუ მე და ჩემი ქმარი ხანდახან ამ ვალდებულებებს, ასე ვთქვათ, და რუტინას გავურბევართ ხოლმე. ვერ გეტყვით, რომ ამას ხშირად ვაკეთებთ. და ვიწყობთ რახან ორივეს ძალიან გვიყვარს კინო, ვიწყობთ კინო დღეს და გარეთ ჭამის დღეს. ამ დროს ბავშვები მიდიან ბებიებთან და ჩვენ ვიქცევით როგორც სრულად უპასუხისმგებლო თინეიჯერები. და ძალიან მაგარია. თქმა უნდა ხაზზე ვართ, ბავშვები გვირეკავენ, დედა სათხარ, მამა ეს უნდა ვქნა, შეიძლება ცოტა ადრე გავიდე ყველაფერი, მაგრამ მოკლედ დღეს ამირანში ვართ, ორი ფილმი უნდა ვნახოთ, ერთი კორეული, ერთი ქართული და აღმოჩნდა, რომ ის ფილმი მე HD Today-ზე უკვე ნანახი, რასაც ლევანი დავპატიჟა პირველ. ესე იგი, შევუკვეთეთ კლასიკური ცეზარის სალათი, რა ვქნა. მიყვარს. საქონლის სალათი, ძალიან კარგად გამოიყურება. აი ესეთი ბურგერი და ფრი, სადაც ბურგერები იყო და სტეიკი, რომელსაც ფოტოებში გაჩვენებთ, იმიტომ რომ დაგემოვნებაში უკვე აღარ არის, თუმცა ესე გაჩვენებ. ეხ გავსინჯო და გეტყვით. ჯერჯერობით ეს გავსინჯო, ვერ ვისწავლე ჭკუა, რომ ჯერ კერძი და მერე ალკოჰოლი. ერთი ყუთი. საგებრიელი. აი აქ არის. Grill and Melody. აი ეს ის აზიურია, საღამოს რომ უნდა მოვიდე. ხო. შენ დავაგემოვნებ. იმედი ამბობს. ხო, ბავშვები არ ნახავენ. მაგაზე ვამბობ. მე მგონი ლევანს ისე მოეწონა კერძები, რომ მე მგონი პირველად მითხარი, რომ გამომაჩინე, რომ მარტო არისო. მარტო როგორ ვიქნები თქვი ჩვენი ტრადიციის შესახებ. ამიტომ ხა გამოვაჩინე. ისე არ უყარს ხოლმე, იმიტომ რომ მაინც რეჟისორი ბიჭია და უყარს კამერის უკან ყოფნა. აგიმარჯოს. გაგვემარჯოს. ფილმი უფრო კარგი იყო თუ სტეიკი? ურა ჩამჭრელი კითხვა დაკისი. კორეული ძალიან კარგი ფილმი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვეხარდება, რომ ქართული უკეთესი იყოს. სანამ ლამაზები და ახალგაზრდები ვართ, გადავიღოთ ხოლმე. ესე ვაბავლევან ისო კაცში გამოჩნდეს. ოხ